იგივე ფორმატი მე ნამდვილად არ ვესწრებოდი ამ შეხვედრას და შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები, ნამდვილად არ ვიცი, ძირითადად მედიაში გავრცელდა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა და დამჭირშავეშტილება, რომ ეს იყო რაღაც ცალმხრივი დიალოგის თუ შეიძლება ასე ითქვას ფორმატი. მე არ ვიცი შემდგომ ბიზნესის მხრიდან რა პრობლემატიკის წამოჭრა მოხდა. სხვათაშორის ძალიან საინტერესო იყო ის საკითხიც, რომ პრემიერმა თავდაპირველად შესავალ სიტყვაში ახსენა, რომ ეკონომიკა გადაიქცა, ასე ვთქვათ, მთლიანად გადავიდა მონოპოლისტების ხელში და ფაქტობრივად კონკურენცია არის მკვდარი. არა და მეორე მხრივ იქ იჯდა ყველა ეს ბიზნესმენი, რომელიც რეალურად მართლა დღევანდელი ქართული ეკონომიკის 80% ფლობს, ანუ გულისხმობს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. მაშინ გამოდის, რომ უშუალოდ დაადანაშაულა ისინი იმაში, რომ მონოპოლიების ფორმირება და ოლიგოპოლიების ფორმირება მოხდა ბაზარზე. გუშინდელ შეხვედრაზე ითქვა პრემიერ-მინისტრისგან, რომ ბიზნესი განთავისუფლდა პოლიტიკური წინახისგან, შემიძლია ეს ვთქვაო. და ასევე ლაპარაკი იყო კონკურენტული გარემოს შექმნაზე, გაუმჯობესებაზე, მოდით ასე ვიტყვი. რამდენად ეთანხმებით ამ განცხადებას და რა არის საჭირო რეალურად კონკურენტული გარემოს შექმნისთვის საქართველოში? მოგახსენებთ ამ კითხვაზეც ჩემი პოზიცია გამაჩნია, რა თქმა უნდა და ჩემი პოზიცია არის შემდეგი. იგივე წინა ხელისუფლების პერიოდში უშუალოდ ანუ იმ პერიოდში, როდესაც ის ჯერ კიდევ მოქმედებდა და მუშაობდა წინა ხელისუფლება, ძალიან მცირე ფაქტი თუ გამოჟონავდა, ასე ვთქვათ, ბიზნესმენების შევიწროების, თუმცა ხელისუფლების წასვლის შემდგომ მრავალი ათასი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, განსხვავებული მასშტაბის. არიან ბიზნესმენები, რომლებიც გუშინდელ შეხვედრაზეც იყვნენ, რა თქმა უნდა, სახელდაგვარების დასახელებისგან თავი შევიკავებ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც იძახდნენ, რომ ყველაფერი იყო კარგად. დღესაც იგივეს იმეორებენ, ბუნებრივია ამაში სულს ვერაფერს ვერ ხედავ, იმიტომ რომ ბიზნესს თავისი ინტერესები აქვს და მეც რომ მათ ადგილას ვიყო, მეც ვიტყოდი და რაღაც მწვავე განცხადებები მთავრობის წინააღმდეგ არც ერთი ბიზნესმენი არ გამოვა ნამდვილად. ანუ ფაქტია, რომ დღეს თუ აი მაგალითად ხელისუფლების ცვლილების შემდგომ უამრავი ფაქტი გამოვლინდა ბიზნესმენების შევიწროების, ყოველ შემთხვევაში მათი შეფასებით შევიწროების. დღეს მსგავსი ფაქტი არის ძალიან ცოტა. იგივე, მე რაც შემიძლია დავასახელო, იგივე ცეზარ ჩოჩელის პრეცედენტი, ხო, რომელსაც ყოველ შემთხვევაში მისი განცხადებით ავეწროვებენ. მე თავი შევიკავებ ჩემი შეფასებებისგან, მე უბრალოდ ვამბობ, რასაც ეს ადამიანი აცხადებს.